ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ინფრასტრუქტურული განვითარება, სოციალური პროგრამები, ახალგაზრდული პოლიტიკა, კულტურა და სპორტული მიმართულება. მუშაობა ერთდროულად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად რა კეთდება ამ ეტაპზე და რა იგეგმება სამომავლოდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შევახსენოთ მაყურებელს, როგორც ტყიბულებს, ისე ნებისმიერ მათგანს ჩვენს მაყურებელს, როგორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს, მისი პრიორიტეტები რა არის წელს, რა გამოწვევების წინაშეა ტყიბული. მოგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2 მილიონი ლარით. და შეადგენს 17.300.000 ლარს. ჩვენთვის რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებები, ასევე სოციალური მიმართულება. გასულ წელთან შედარებით განათლება გაზრდილია 20%-ით, კულტურა, სპორტი გაზრდილია 34%-ით, ასევე დასუფთავება გაზრდილია 34%-ით და მატება გვაქვს ასევე ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებში. ძალიან საინტერესოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით რა სამუშაოები რა აქვს წელს დაგეგმილი, რა სამუშაოები გაქვთ დაგეგმილი წელს, რამდენი მე თუ არ ვწდები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის დაგეგმილია ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი UEFA-ს მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობად. ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე რა იხარჯება და რა გაქვთ დაგეგმილი? დიახ, ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტები მრავლად გვაქვს წელს წარმოდგენილი. მიმდინარე წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფონდიდან 8 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. მინდა აღნიშნო აქვე, რომ ეს არის მზარდი თანხა, წლის ბოლომდე გაცილებით მეტი იქნება და უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს. აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაიგეგმა 28 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყო 5 მილიონ ლარზე მეტი. ორიოდეს სიტყვით შევეხები RGF-ის პროექტებს, გახლავთ ქალაქში 10 ქუჩაზე განხორციელდება გზის მოწყობა ბეტონის საფარით, ასევე სოფლის მიმართულებები გვაქვს აღებული 13 სოფელში იგეგმება გზის რეაბილიტაცია, ჯამში 9 კილომეტრი გზა მოეწყობა სხვადასხვა მიმართულებით. და გვაქვს ასევე მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოები. მინდა აღნიშნო, რომ წელს 11 ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება და უკვე მომავალი წლისთვის ფაქტობრივად მრავალბინიანი კორპუსების ეზოების პრობლემა სრულად გვექნება გადაწყვეტილი. ასევე გეგმავთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ასევე სოფელში 6 მინი სტადიონის მშენებლობას და 2 სკვერის, რომელიც დამეთანხმებით მიცემს სტიმულს ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგან ნაბიჯი ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა. მინდა შევეხო ასევე წარმომარაგების სიტუაციას. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, სოფელ უბრალოდ გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს მრავალწლიანი პროექტი, რომელიც წელს სრულდება და ეს ყველაფერი განსაზღვრული გვაქვს მილიონ ლარზე მეტით. უკვე ფაქტობრივად სამუშაოები დასრულებულია და უახლეს მომავალში ჩვენი მოსახლეობა მიიღებს განახლებულ წარმომარაგების სისტემას და უწყე წარმომარაგებას. ასევე მინდა ხაზი გაუსვა მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და სოფელ მუხურაში წელს გამოყოფილი არის მილიონ ლარამდე ბეტონის საფარით და ხიდბოგირის მშენებლობისათვის თანხა. და წელს ასევე დაგეგმილია სოფელ მუხურაში ტელმანის უბანში გზის რეაბილიტაცია და საკვირაოს უბანში ტაძართან მისასვლელი გზის მოწყობა, რომელიც 400.000 ლარით განისაზღვრა. მინდა შევეხო ასევე სტიქის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. ფაქტობრივად დასრულების ფაზაში გავდივართ. ერთი პროექტი დაგვრჩა, ეს არის საყრდენი კედლის მოწყობა, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხდება ამ პროექტების განხორციელება. და მინდა დავამატო საჯარო სკოლების მცირე რეაბილიტაცია. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 საჯარო სკოლაში განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს სახურავების შეცვლას, ასევე გათბობის ქსელის მოწყობას და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. ჯამში 2 მილიონ ლარამდე გვექნება
აღნიშნული მიმართულებით დანახარჯი. უკვე ეს ყველა პროექტი მიმდინარე არის, მინდა გითხრათ. და ასევე თქვენ ხაზი გაუსვით ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე სტადიონის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი UEFA-ს მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობის პროექტირება დაიწყო, რაც გულისხმობს არსებული სტადიონის სრულად დემონტაჟს და მის ადგილზე 4500 მაყურებლისათვის გათვლილ თანამედროვე ტიპის სტადიონს. მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობა უკვე დასასრულისკენ არის და საბოლოოდ აგვისტოს თვეში ჩვენ სრული პროექტი გვექნება ამ სტადიონის და უკვე მალევე დაიწყება მშენებლობა კონკრეტულად ამ სტადიონის. და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მე გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, että ეს მასშტაბური პროექტი ტყიბულში ხორციელდება. ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ მიმართულებებზეც მინდა კითხოთ, ეს არის სოფელ კურსებზე მინდა კითხოთ, მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობაზე მინდა დეტალურად მოვისმინოთ თქვენგან. თქვენი პოზიცია რა ფორმით იგეგმება მათი მხარდაჭერა? როგორც მოგეხსენებათ, წელს 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები განვითარდა. გეოლოგიური დასკვნის შედეგად 58 ოჯახს შეეხო წითელ ზონაში. მოკლედ 58 ოჯახი მოხდა წითელ ზონაში. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოვახდინეთ აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანა და სრულად ავაკმაყოფილეთ პირველ ეტაპზე ეს სიტუაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მოსახლეობასთან სატელეფონო კონტაქტი და ასევე შეხვედრები ნაწილთან და პერიოდულად ხვდებით მათ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე. ასევე აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მოსახლეობასთან ერთად განვიხილავთ გრძელვადიან მოგვარებას ამ პრობლემისას. მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ლევან ზაუტაშვილს გადავუხადო დიდი მადლობა. ის თიქის პირველივე დღიდან აქტიურად არის მიმდინარე პროცესებში ჩართული. ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანი სფეროა სოციალურ მიმართულებაზე. მინდა კიდევ უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ თქვენს მუნიციპალიტეტში რა სიახლეები შესთავაზეთ მოსახლეობას, ყოველწლიურად იცვლება სოციალური პროგრამები, ის პროგრამები, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და საინტერესოა, რამდენი პროგრამა, რა ბიუჯეტით და რომელი პროგრამებია ყველაზე, ასე ვთქვათ, პოპულარული, რომელსაც აყავს უფრო მეტი ბენეფიციარი. კი ბატონო, მოგახსენებთ, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში მოქმედებს 19 სოციალური პროგრამა მოსახლეობის მხარდაჭერიდან გამომდინარე და მათ საჭიროებებზე არის ეს ყველაფერი დაფუძნებული. მიმდინარე წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ მნიშვნელოვნად გაზარდა შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარება. პირველი, მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახებზე გაიცემა 1000 ლარი, მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში 4000 ლარი, ხოლო მეხუთე და შემდეგი შვილის შეძენის შემთხვევაში 5000 ლარი, რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოხდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, სწავლა უფასო გახდა სახელეუნებო დაწესებულებებში, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სრულად გათავისუფლდნენ სასწავლო გადასახადებისაგან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედებს წარჩინებულ სტუდენტათვის და ომის მონაწილე ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის მოქმედი სწავლის ნაწილობრივ დაფინანსება ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს დიდი мотиваცია არის მათთვის და ღირსეული დაფასება არის ჩვენი ვეტერანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისათვის და ინტერვიუსათვის, თქვენი დროისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ყუბლაშვილი საუბრობდა მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში.